სალამი ყველას, მოგესალმებით პირველ ვიდეოში. დღეს ვაპირებთ თევზაობას პრედატორზე, შიმონთან ერთად, რომელიც კამერის უკან არის და ვეცდებით ოკუნის დაჭერას. ნახავთ, როგორ წავა საქმე, რადგან კიდევ უფრო გავირთულეთ ან გავიმარტივეთ სიტუაციელი იმით, რომ ბელი მაუტებზე ვართ. შიმონ, წაიყვანე. ვცურავთ. აკასე გამოიყურება ჩემი ბაკის და სადაც ყველა ჩემი სატყვა არ მაქვს შენახული. ყოველ შემთხვევაში ისინი, რომლებზეც დღეს ყველაზე მეტად იჭერს, ანუ სამი ტალოპე ემბრიონი და კრაკაშადი. ემბრიონები შენი სტაილით ჩემს უკან სავარძელზეა დამალული. დამატებით იქ კიდევ ვიპოვით პატარა ზომებს, მაგრამ ახლა სწორედ ამაზე ვაკეთებ არჩევანს, რადგან მინდა დავიჭირო მაგარი, დიდი ოკუნი. კრაკაშადი არის Predator series Liberals-ისგან ელექტროფერში. ნახავ, გამოვა თუ არა ოკუნის დაჭერა პირველივე გადაგდებაზე. სატყვარა მიფრინავს და ქანების დასაწყისში. დავაცადოთ, რომ დაეშვას ფსკერზე. მივიდა ფსკერზე, თევზაო 5 გრამზე. საკმაოდ ღრმაა. ჯერ დროებით ჩავდე ბადეში, რომ არ დაგვიფრთხეს მთელი გუნდი. რომ ერთად დაისვენოს რეჩბულთან ერთად. კარგი. მხოლოდ დავასხად. დარჩის. რა მაგარია. აქ ნახეთ რა ოკუნია. სამინჩიანი კრაკე და ოკუნიც საკმაოდ კარგია. აი სუსტად ის რასაც ვამბობდი. სამინჩიანი კრაკე, 3 გრამიანი თავი. ვაგრძელებთ თევზაობას. გადავდივართ შემდეგ ადგილას, შიმონი უკვე წინ არის. სამწუხაროდ უნდა დავეციო მას. ამ ადგილას თევზებმა სრულიად შეწყვიტეს რეაგირება. აქ საკმაოდ მეჩხერია. დავინახე აგრესიულ დაცემაზე. ანუ საკმაოდ სწრაფად, საკმაოდ მძიმე ტვირთით და საკმაოდ ძლიერი აწევით. ვცდით კრაკეს მოტოროილის ფერში. სამკუთხა თავი. ეს ცოტა უფრო მძინა მოძრაობას აძლევს. დავაცდით, რომ ძივზე დაეცეს, დაეცა და აგრესორებზე. ზუსტად ასე. ისინი სწორედ აქ არიან. ეს სჭირდებათ. კარგი. და ისევ თუ გახსოვს. თქოთ. ბენა დასრულდა, ამიტომ ახლა ემბრიონზე გადავდივარ. ვირც აქვე ვტოვებულ ცვლელად. ნახოთ, რას მოვინადირებთ. ნახეთ.
ოქონიკემ 5-3 დუიმიანი მთლიანად შეჭამეს პატარა თევზმა. წყალი საკმაოდ ბინძურია, ფიქრობ, მარგალიტი. ყველაზე მეტად აქ უნდა გაამართლოს. დაჯდა. შეგიძლიათ ნახოთ. ემბრიონი მთლიანად შეჭამა. მთელი თავით. 2.5 დუიმი. ასეთი ოკონი საკმაოდ ნორმალურია, 26 სანტიმეტრი. საკმაოდ კარგია. თევზი საკმაოდ ბევრია. შიმონი კიდევ ერთ ოკუნს იჭერს სწორედ ახლა. მაგრამ ახლა ცოტა შესვენებას გავაკეთებთ, რადგან უკვე 12-დან მცურავთ. აქ ახლა 4-ია, ასე რომ ცოტა დასვენება გვჭირდება. ცოტა ჰანში ისევ წყალში დაუბრუნდებით. ნახავთ, რა მოხდება აქ საღამოსკენ. უნდა მოვამზადოთ სხვა აღჭურვილობაც, რადგან გეგმავთ ცოტა უფრო ვრმა წყალში გადასვლას, რომელიც უკვე წინა დღეს ვნახეთ. დავნახავთ, რა გამოვა ამ ყველაფრიდან. კარგი, ცოტა ხნით შევისვენეთ. ახლა ისე უნდა დავიჭიროთ ოკუნები. თანამშრომლობის სურვილი აქვთ. იხო კბენა. დაჯდა. ვაუ. რა მაგარია. უკვე ბადეშია. სულ ოდნავაწეული იყო. გაიქცა. დაჯდა. ვაუ. მოდი აქ. სულ ფეხებთან ნახეთ, როგორ ჭამს ისევ ამ რეზინს. კიდევ ერთი თევზი დაახლოებით 30 სანტიმეტრი. აბა სიმონ, როგორ იჭერენ? ფიქრობ, კარგად იყო. თუმცა ახლა უკვე ძნევა ძლიერად აწვება. ფიქრობ, ლიმიტია მოვწურე. ნისოკი. რაკენები მგონი ერთი შეკრა წავიდა, მაგრამ იმ თევზებისთვის, რაც გადავაგდეთ, საკმაოდ ბევრია. წავედით. კრაკენის 3 დუიმიანი შადი. ნახოთ, რას დავიჭერთ. შიმეკი კამერაზეა. აბა, რა ხდება? ასეთ შიმონას ვაგდებთ ველოდებით, სანამ ძირზე არ ჩავარდება. აქ შედარებით მეჩხერია, ამიტომ სწრაფად ეშვება. თუ გრძნობთ, რომ ყოველ წამს რაღაც ედება, მაშინ მწევთ. ნისიალი. ნახეთ, რა ლამაზი ოკუნია. 3 დუიმიანი გუმა, სოლდაკ ბეჩილი. უკვე ამოწურულია. ორივეში მუშაობა. საერთოდ ეს ჩემი მეორე შემთხვევა აბედი ბოლტზე. პირველად ნახეთ, TikTok-ზე მოვახერხე კარგი ოკუნის დაჭერა. დღეს კი ეს შედეგი ცოტა გაუმჯობესდება. მოკლედ, ჩვენ უკვე ბაზაზე ვბრუნდებით. დღეს საოცრად კარგად იმუშავა Predator-ის სერიის ამ სატყუარებმა, განსაკუთრებით 3 დუიმიანმა Emperor Shadow-მ და Kraken Shadow-მ. არ ვიცი რა ვთქვა, იმდენი ოკუნი და მასა გადავაგდეთ.
ეს იყო ათეულობით მართლაც მაგარი გარბუსის გადაგდება, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დიდ სატყუარებზე ესხმოდნენ თავს. რატომ? ალბათ ამ მოკუნებს უნდათ ისეთი სატყუარა, რომელიც გამოირჩევა დიდი წვრილფეხა თევზების გუნდში. ჩვენ კი საოცრად გავერთეთ. მოკლედ, თუ მოგეწონათ და ლაიქეთ და გამოიწერეთ ეს არხი. ვეცდები უფრო მეტი ასეთი ვიდეო გავაკეთო, სადაც გაჩვენებთ, როგორ თევზაობ Liberal-ის სატყუარებით, მაგრამ ამასთან ერთად თვალყური ადევნეთ ჩვენს TikTok-ს, Instagram-სა და Facebook-ს, რომ ყოველთვის იცოდეთ ყველა სიახლე, რასაც თქვენთვის ვამზადებთ. მომდევნო ვიდეოში შევხვდებით. ნახვამდის.